მაია ფანჯიტიძე ვაშინგტონში გაემგზავრა. სადარო საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანში ხვდება. გარდა ამისა, შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის პარლებში დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთან, სენატორებთან და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტს გეგმავდა პრემიერ-მინისტრი, თუმცა მან გამგზავრება იანვრის დასაწყისამდე გადადო. ამის მიზეზად კი ივანიშვილმა ის გარემოება დაასახელა, რომ გარდამავალ პერიოდში საქართველოდან მისი თუნდაც რამდენიმე დღით დასვა ქვეყნის განვითარებას დააზარალებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგანაც არის ახალი მთავრობის პირველი წარმომადგენლის ვიზიტი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის სახელმწიფო მდივანთან. გარდა ქალბატონი ჰილარი კლინტონისა, მე შევხვდები კონგრესმენებს, სენატორებს, შევხვდები ექსპერტებს, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ, მექნება ინტერვიუები ადგილობრივ მედიასთან, საუბარი იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობაზე, იქნება ჩვენს ქარტიაზე საუბარი, რასაკვირველია იქნება ნატოზე საუბარი, ავღანეთში საქართველოს მონაწილეობაზე და საერთოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ვაშინგტონიდან ჩვენ გავემგზავრებით მექსიკაში, სადაც დავესწრებით ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. შემდეგ არის ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში, ხოლო შემდეგ ეუთოს მინისტერიალი დუბლინში. და ყოველივე ამის შემდეგ 8 დეკემბერს დავბრუნდებით თბილისში.